მოლაპარაკებები გრძელდება, გამორიცხული არაფერია. გამოვიყენებთ ნებისმიერ პლატფორმას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიულ დამარცხებაში იქნება უფრო ეფექტური. ასეთი არის იმ ახალგაზრდების პოზიცია, რომლებიც მოიაზრებიან ნანუკა ჟორჟოლიანის გუნდის წევრებად და სხვათა შორის ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთა მიმართაც მიხეილ სააკაშვილმა არაერთგზის დაადასტურა თავადაც სიმპათიები ამ ეტაპზე, მათ შორის ჟორჟოლიანიც გვიდესტურებს, რომ მიმდინარეობს გუნდში მოლაპარაკებები. ესენი არიან პლატფორმა უმრავლესობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სტუდენტები და სწორედ მათთან მიმდინარეობს დიალოგი. ჟორჟოლიანიც გვეუბნება, რომ ჯერჯერობით არ არის დეკლარირებულად, დადასტურებულად ასე ცალსახადე ცხადი, თუ ვინ შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის სამომავლო და პოტენციური წევრი ახალგაზრდებიდან და მისი გუნდიდან, თუმცა როგორც ახალგაზრდები, ისე ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც მკაფიო ხაზს უსვამენ იმას, რომ დისკუსია, დიალოგი, მსჯელობა ამ ეტაპზეც გრძელდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არის გაერთიანებული ძალებით ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ყველა საჭირო და შესაძლებელი პლატფორმის გამოყენება ქართული ოცნების დასამარცხებლად. თუ ასპარეზი ვინმეს უნდა დაეთმოს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, ესენი ჯერა რო არის ახალი თაობა და არიან ახალგაზრდები. არის მოლაპარაკებების რეჟიმი და ნამდვილად არაფერს ხაზგასმის ვიზახი არ გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. სადაც მექნება საშუალება, რომ მე ძლიერად ვიბრძოლო ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში სამწუხაროდ ახლა მიმდინარეობს, მე ამ პლატფორმას გამოვიყენებ. ჩვენ და ნანუკა ჟორჟოლიანი ვაკეთებთ ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, ვაკეთებთ ერთად YouTube-ს, ჩვენ ჯგუფს ქვია უმრავლესობა და ხო, რა ვიცი, გუნდად ვის მოიაზრებს მიხეილ სააკაშვილი, ამას ალბათ თავად დაასახელებ. მოლაპარაკების პროცესში არის ბევრი რამე, არ გამოვრიცხავ არაფერს, ხაზგასმით არაფერს, გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენი პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მე ესე მგონია ქართულ ოცნების რეჟიმთან ბრძოლაში და ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდშიც არის ძალიან ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანი, ეს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი და თავად ნანუკა ჟორჟოლიანი. ანუ დავით, შესაძლებელია ნაციონალურ მოძრაობაში უახლოეს პერიოდში გიხილოთ. არაფერი არ არის გამორიცხული. გამორიცხული არაფერი არ არის, ჯერჯერობით ოფიციალური პოზიცია ასეთია, თუმცა მოლაპარაკებები და დიალოგი გრძელდება. ახალგაზრდები ნანუკა ჟორჟოლიანი გაერთიანებული ძალებით ცდილობენ შეჯერდნენ საერთო პოზიციაზე, რაც შეეხება ზოგადად საკითხს. ჟორჟოლიანის კომენტარი მოვისმინეთ წინა გამოშვებაში იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ მოიაზრებს საკუთარ თავს თავმჯდომარედ და ხედავს, რომ ისევ თინა ბოკუჩავა უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თუმცა მკაფიო ხედვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი და მისი გუნდის პარტიული საქმიანობა. მიხეილ სააკაშვილი ადესტურებს მზაობას, მან გუშინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის განახლებას სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანთან და მის თანამოაზრეებთან ერთად ხედავს. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.